ახალგაზრდა ფინანსისტთა და ბიზნესმენთა ასოციაცია AFPA ქვეყანაში პირდაპირ უცხოური ინვესტიციებისა და საგარეო ვაჭრობის წინასწარ მონაცემებს მიმოიხილავს. 2014 წლისათვის ქვეყანაში პირდაპირ უცხოური ინვესტიციების მოცულობამ შეადგინა $1,272 მილიონი ლარი. რაც საკმაოდ კარგი მაჩვენებელია ბოლო 6 წელიწადში ეს პირდაპირ უცხოური ინვესტიციები საკმაოდ გაიზარდა რაც ერთის მხრივ იმ მოსაზრებას თითქოს და ეროვნული ვალუტის გაუფასურება უკავშირდებოდა პირდაპირ უცხოური ინვესტიციების ნაკლებობას ამას ერთის მხრივ აბათილებს რაც შეეხება ქვეყნებს ყველაზე მსხვილ ინვესტორ ქვეყნებს რომლებმაც განახორციელეს ქვეყანაში პირდაპირ უცხოური ინვესტიციები მე მოგახსენებთ ლიდერ სამეულს ასე რომ ვთქვათ აქ თქვენ შეგიძლიათ დეტალურად ნახოთ რელიზში მაგრამ მე ბევრი დრო რო არ წაგართვათ მოგახსენებთ მხოლოდ მოწინავე სამ ქვეყანას ესენი არიან ჩინეთი, აზერბაიჯანი და ნიდერლანდები ამ ქვეყნებმა ყველაზე 2014 წლის წინასწარი მონაცემებით ყველაზე დიდი მოცულობის ინვესტიციები განახორციელეს ქვეყანაში ინვესტიციების ეს ჩვენი აზრით ახალგაზრდა ფინანსისტების აზრით ეს თავის მხრივ პოზიტიური და დადებითი სიგნალი არის ყველა იმ ინვესტორისათვის ვინც სამომავლოდ გეგმავს ქვეყანაში ინვესტიციის განხორციელებას მე ასევე მოგახსენებთ ეკონომიკის იმ დარგებს ასევე რომელთაც ყველაზე მეტად დაინტერესდნენ ინვესტორები ესენი არის აქვე აქაც მხოლოდ მოკლედ გეტყვით და თქვენ შეგიძლიათ მე დეტალურად ნახოთ ყველა დარგი მე მოგახსენებთ ყველაზე აქტუალურ დარგებს ესენი არის ტელეკომუნიკაცია, ტრანსპორტი, მშენებლობა და დამამუშავებელი მრეწველობა. ეს არის რითიც დაინტერესდნენ ყველაზე მეტად იმპორტი რითიც დაინტერესდნენ ყველაზე მეტად ინვესტორები ახლა რაც შეეხება საგარეო ვაჭრობას 2015 წლის იანვარ-თებერვალში საგარეო ვაჭრობის ბრუნვამ შეადგინა $1,433 მილიონი ლარი რაც 23%-ით ნაკლებია წინა მონაცემთან შედარებით ასევე ანუ შემცირება არის როგორც ექსპორტზე ასევე იმპორტზე იმპორტი შემცირებულია 21%-ით, ხოლო ექსპორტი არის შემცირებული 21%-ით, ხოლო იმპორტი არის შემცირებული 2%-ით. როგორც ხედავთ, ანუ კლება ფიქსირდება ორივე მიმართულებაზე, მაგრამ ანუ აქ მეტად საგულისხმოა თუ რეალურად რის ხარჯზე არის ეს კლება, ანუ კლება ამ ექსპორტის კლებაში მოხდა ქვეყანაში ნაწარმოები პროდუქტის ქვეყანაში ნაწარმოების სიკეთის კონკურენტუნარიანობის შემცირების ხარჯზე მსოფლიო ბაზარზე თუ რა იყო ამის გამომწვევი მიზეზი ახალგაზრდა ფინანსისტები მივიჩნევთ რომ ამისი რეალური მიზეზი მთავარი რეალური მიზეზი არის გარემო ფაქტორები მოგეხსენებათ რომ ჩვენს თითქმის ყველა სავაჭრო პარტნიორ ქვეყანაში არის ეკონომიკური და პოლიტიკური კრიზისი უკრაინა რომელშიც საომარი მდგომარეობა იყო ძალიან დიდი ხნის განმავლობაში რუსეთი რომელიც ფაქტობრივად რეცესიის ზღვარზე იდგა თურქეთი ასევე ერთ-ერთი ჩვენი მთავარი სავაჭრო პარტნიორი რომლის ეკონომიკური ზრდის ტემპი წინა წელს რადიკალურად დაეცა და წინა წლის მიწურულს ნულს ქვევითაც ჩამოვიდა სომხეთი და აზერბაიჯანშიც ასევე იყო როგორც სავალუტო ასევე ზოგადად ქვეყანაში ამ ქვეყნებში კრიზისები იყო აქედან გამომდინარე ჩვენს გარშემო ჩვენს რეგიონში არსებულმა კრიზისმა რასაკვირველია საბოლოო ჯამში ქვეყანაში მიმდინარე პროცესებზეც პოვა ასახვა